მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის სავა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს და ინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო პოდკასტი და გავიზიარებთ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონია. მოკლედ, სანამ ვიდეოზე გადავიდოდეთ, არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ არხი, ზარისღება კი გააქტიუროთ, იმიტომ რომ ღმერთმა უწყის ვიდეოებს შევდით, ორი კვირა არ დაგვიდია არაფერი. ჩვენი ბრალია და მაგისტვის ბოდიში კი ხდით, მაგრამ ვინმეს თუ გეგონათ, რომ გავქრით, არ გამქრალთ, ისე ვაქვართ. და ქისას ლინკი იქნება აღწერაში და თუ შეგიძლიათ, რომ დაგვიხმაროთ ტექნიკის შეძენაში. ასევე დღეს უნდა ვილაპარაკოთ ზვიად რადიანის ნეგატივზე და ლექსის ლინკი აღწერაში იქნება, ჩავდებთ. არის ლინკს ჩავდებთ და რაზეც ვილაპარაკებთ რაღაცების ლინკსაც ჩავდებთ ეს. მაგას ვიზავთ ხოლმე აწირო დამხმარე მასალა რაც გვაქვს რაც ზოგადად გაინტერესებთ და იწერებით მაგაზე, მაგრამ აქვე ლინკებად დავსვათ ხოლმე. ხო, ლექსი ისეთია, რომ შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე გირჩევთ რომ წაიკითხოთ, მაგრამ წაკითხვის გარეშეც გაიგებთ რაზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს და დიდად გამოცდად ჩვენს გამოცდილებაში არსებულ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს. ხო. შევბეროთ, მოგვენატრეთ. კაი. ესე იგი, რატო ავირჩიეთ ეს ლექსი და როგორც ჩვენ თქვი, ძალიან ეხმიანება ზოგადად დამოუკიდებელ საქართველოს და საქართველოს აი ამ სახით რაღაცა დაბადებას სხვა გადაცემის გამომივიდა. ხო ამ პერიოდს დაახლოებით 80-იანების ბოლოდან 99 წლიდან მოყოლებული დღემდე აი რაღაცა მაგის რეფლექსია ჩვენი გაგებით რა. და გვინდა რომ ეს ლექსი დავშალოთ რაღაც იდეებად და ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს იდეები არა მარტო ლექსის, არამედ ზოგად საკაცობრიო და ზოგად საქვეყნო კონტექსტში. ხო. დავიწყოთ იმით, რა ქვია, სათაურით, მოდი. მაგრამ ჯერ ერთი ორი ამბავი გავაცნოთ ამ ტექსტზე და მე კიდე რატოა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. პირველი ისაა, რომ მე მახსოვს სექტემბერში თუ ოქტომბერში ვდის გადავწყვიტეთ, არ მახსოვს ლიტკუბი რომ ხო, მაშინ ოქტომბერში. მე მგონი ოქტომბერში. მინილით კლუბი გქონდა დაწყებული ორ შეხვედრიანი თუ ერთ შეხვედრიანი არ მახსოვს. სადაც ვიკრიბებოდით ბავშვები უნივერსიტეტის. მოწიგნებზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ ერთხელ თუ ორჯერ შევკრიბე და პირველივე შეკრებაზე ეს ტექსტი ვცადეთ რომ გაგვერჩია, მაშინ კარგად არ გამოგვივიდა როგორც მე მახსოვს. და შენ კიდე ამაზე წერ. ხო. მე უკვე დღეს გავაგზავნე, მადლობა ღმერთს. საბაკალავრო ნაშრომს ზვიად რატიანის პოეზია. მივუოცოთ საბას კომენტარებში. ძალიან იწვალა ხალხო მართლა ბოლო. მაგიტომ ვერ დავდეთ რეალურად ის რომ მე ვწერდი ჩემს საბაკალავროს და აგერ ხა ვილაპარაკებთ ამაზე რა. ეგ არის და ეგ ხო. კაი, გადავიდეთ იმაზე რა ქვია. სათაურზე ესე იგი ნეგატივი არის ორი ნაწილისგან შედგება სათაური. ერთი ნეგატივი და მეორე 20 წლის შემდეგ. მოდი ესე გავყოთ. 20 წლის შემდეგ არის მანიშნებელი იმისა, რომ ამბავი გვიყვება 20 წლის წინანდელ ამბავზე, ხო? ესა ლექსი გვიყვება 20 წლის წინანდელ ამბავზე. გამომდინარე იქიდან რომ ეს ლექსი არის დაწერილი 2008 წელს, ყოველ შემთხვევაში ამ კრებულში 2008 წლის ლექსების ჩამონათვალში შედის. 20 წლით ადრე გამოდის 1998 წელი. ანუ ზუსტად ის პერიოდი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო იბადება და დისიდენტური მოძრაობა არის დაახლოებით პიკში რაღაცა. ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ზვიად რატიას ნათქვამი გორგილაძესთან ინტერვიუში თუ სწორად მახსოვს, რომ 88-ში ვიყავი პირველად პროტესტზეო, დისიდენტების პროტესტზეო. ამიტომ ეს არის რაღაცა დასაწყისი, რომ როდესაც დაწყებულ პროცესსაც 20 წლის შემდეგ იხსენებს ლირიკული გმირი. ანუ ეს არის ერთგვარი რეფლექსია და გახსენება, ანუ აი რაღაცა როდ გახარ და უკან წარსულისკენ მოიხედები და რას ფიქრობ, ეგ არის ეს ლექსი. თან დიალოგური რეჟიმიცაა წარსულთან. კი. 20 წლის წინანდელი შეხედულება განცდითად ჩანს და მაგასთან დიალოგი არის. მე რაც წერია რა, ეგ ძალიან ლამაზი ხერხია სხვა შორის პოეზიის წერის. კი. სხვათა შორის შეიძლება აი აქ რომ მიმართავ შვილო, ეგ წარსულის ისიც იყოს, ხო, წარსულის თავის ხო, მე უფრო წავედი იქეთკენ რომ შვილების თაობისკენ მიმართული ის არის, მაგრამ ლიტერატურულად, ანუ ჩვენი თაობის მიმართ, მაგრამ ლიტერატურულად ჯობია რომ თითქოს საკუთარ მეს უბრუნდება და საკუთარ მეს ელაპარაკება წარსულში. მეორე სიტყვაზე ვთქვათ, მაშინ ნეგატივში აუცილებლად თავარი ეგ არის. ხო.
ხო. ნეგატივი, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა, ხო? ეს არ არის რაღაცა. თავიდან ამ ლექსის შესახებ მე რო გავიგე, მეგონა რომ ნეგატივი, ანუ უარყოფითი რაღაცა, უარყოფითობა, ნეგატივში რო ვცხოვრობთ რაღაცა. მაგრამ რეალურად ნეგატივი არის, აი რა ქვია, ფირფიტა, სადაც არის ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოების რაღაცა ერთობლიობა, ხო? სადაც აი სინათლეზე რო გახედავ, პირიქით აჩვენებს, ანუ შავ თეთრად აჩვენებს, ოღონდ შავ ფონებს უფრო თეთრად აჩვენებს და თეთრებს უფრო შავად. ანუ ერთი არის ეს უკუღმართობის ელემენტი და მეორე არის ნეგატივი როგორც წარსულის ისა. ანუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ლირიკული გმირი, რომელმაც აი რაღაცა 20 წლის წინანდელი, რაღაცა თარო უჯრა გამოაღო, იქ ნახა 20 წლის წინანდელი ნეგატივი და ესე უყურებს და აი ამაზე რეფლექსია არის ეს ლექსი. ეგრე შეგვიძლია აღვიქვათ. თან ნეგატივი ნიშნავს უარყოფითობას, ან ეს წარსული იმთავითო განსაზღვრულია ნეგატიურად, რა. და ეგ ძალიან მაგარი სათაურია, სხვათა შორის. სათაური ერთ-ერთი. ის არის რა ქვია. რაღაცა ნახე, რომ ამ ლექსის მიხედვით ვიღაცამ ბოდიშვიხტი არ ვიცი, გადაიღო ფილმი. ნეგატივი 20 წლის შემდეგ ამ ლექსზე დაყრდნობით. აი იმაში მოусმინე რა ქვია. ორშაბათობაში თქვეს ტატომ და კალამ და გამიკვირდა და ეს რა ქვია. ჯერმა სად მაგერდა. ხო, ტატოს უყვარს ისინი ხელოვნებაზე და ამიტომ რა ვიცი. ბატონი ტატო არ მომგზავნდა. მოდი რა ვქენთ, ჩვენო ჯერფას მაყურებელთ თუ შეგიძლიათ გაუსპამეთ ტატოს რომ ჩვენთან მოვიდეს მართლა. ხო. ხო. ეს უეცარი ჩართო. ჩვენი დავზრათ რა ქვია community და #ტატომოდი. დავაი, ავაგდოთ #ტატომოდი. ტატომოდი მერაში. ტატომოდი მერაში. ხო, საკმაოდ. ხო, სათაური არის ეს. კი გამიგია. ხო, არ ვიცი, მაგრამ ნახავ აუცილებლად, იმიტომ რომ მაინტერესებს რა გადაიღეს. ო, მოდი 1-2 სიტყვაც სანამ ტექსტზე გადავალთ. თანამედროვე ქართულ პოეზიაზე ვთქვათ რა. იმიტომ რომ თანამედროვე ქართული პოეზია, მაგას რა ისახიან, contemporary ქართული პოეზია იქცა Facebook-ის ჭკროდ. ჩემი წარმოდგენა ეგეთია, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს ხალხური პოეზია, შენ ძალიან მიყვარს პოეზია, ლიტერატურის მოყოლებს ძალიან მიყვარს პოეზია და პოეზიას თავისი ლამაზი აქვს. ვიღაცას თუ გონია რომ პოეზია არის მარტო რამდენიმე სიტყვა ერთად დავსვი და რითმა მივეცი და გამოვიდა რაღაცა, არ არის ეგრე. ნამდვილი ლამაზი პოეზია არის დიალოგი სამყაროსთან. ან სამყაროს რაღაცა კონკრეტულ ნაწილთან, ან სამყაროში არსებულ საკუთარ თავთან. ხო და თანამედროვე ქართული ლიტერატურა ეგ არ არის. მე რამდენიმე საშა ხო ქვია გველისიანი არის წესი თქვა. ალექსანდრე გველისიანი. არა, საშა. არ ვიცი. აუცილებლად უნდა ვნახო. ეგ ერთი კაცი მიყვარს. საშა. მე არ გამიგია. ჩემი ძმა კაცის მოგვარია და სასია. კი, საშა გველისიანი ძალიან მაგარი კაცია. ერთი მაგას ვკითხულობ ხოლმე თანამედროვეობაში. ერთი სვიად რატიანს ვკითხულობ. ლიას ტურუას. ხო, ლია ძალიან მიყვარს. ლიას წიგნი მაჩუქეს მეგობრებო, იმასე და სიგიჟემდე მიყვარს. და ბესიკს ბოლოს აღარა, მაგრამ ეხლა თანამედროვე არის, მაგრამ მაინც ძველების თაობა კლასიკოსია უკვე რა, ხარანაული. ან ბესიკის იმ ლექსებს ვკითხულობ, რომლებიც დაწერა რაღაცა 30 წლის წინ, 20 წლის წინ რა. ეგ არ ითვლება. ხო და თანამედროვე ქართული პოეზია კარგავს თავის მუხტს, კარგავს თავის ძალას და იქცევა პროტოვერლიბრის პოეზიად, ან პროტოჰაიკუს პოეზიად და ეგ მე ძალიან არ მომწონს. ვერლიბრი რატო არ მომწონს? ვერლიბრი როგორც სტილი მე ძალიან მიყვარს, მეც რასაც ვწერ ვერლიბში ვწერ, რითმას არ ვწერ არასდროს, მაგრამ ხო. არ გეგონოთ რომ გამომდის აბერტო. მაგრამ უბრალოდ ან პროტოვერლიბს იმიტომ ვეძახი რომ ბიჭო ძალიან უცნაურად ვცდილობენ რომ ანუ ვერლიბრის ზოგის წარმოდგენით ვერლიბრის თემი მუღამი ის არის რომ რითმა არ აგაკ და არ აუშავს მაინც თავი არა და რეალურად რითმა არის. ხო, რეალურად რითმა ეხა ეს რაღაცა კარი და ფარი არ არის გარითმული, მაგრამ რო კითხულობ მუსიკალურობის შეგრძნება გაქვს. მონოტონური არ არის მიყვება და აი შენი არ არის რა, ან ზედმეტად არა მონოტონურია და ზედმეტად იმაზე ორიენტირებული რომ flow იყოს და ვაფშე აზრი დაკარგული აქვს ტიპებს. ან მონოტონური გამოსდით რა და არ მომწონს ეგ. ხო, ზვიადრატიანი ამ სტილში ძალიან ჯიგარია. ლილიაც მაგიტომ მიყვარს, ხოლმე ძალიან კარგად გამოსდის ეგ სტილი, ბეშიკსაც ძალიან კარგად გამოსდის, საშასაც ძალიან კარგად გამოსდის. ეგ არის ჩემი კომენტარი თანამედროვე ქართულ პოეზიაზე. მოდი მაშინ ვთქვათ სტილ, ანუ ეს კონკრეტული ლექსი ნეგატივი, იმიტომ რომ ხა სხვადასხვა ლექსები სხვადასხვანაირად უწერია, რა იმაშია, რა ფორმით არის დაწერილი. ამ ფორმას ქვია ეგრეთ წოდებული ანჟამბემანი, რომელიც არის ფრანგული ტერმინი და ნიშნავს შემდეგ ფენომენს. როდესაც აი წარმოვიდგინოთ რაღაცა ლექსის ერთი კუპლეტი და ლექსის ერთ ხაზზე, როდესაც არ მთავრდება აზრი და ეს აზრი გადმოდის მეორეზე. აი რას გულისხმობთ მაგალითად. დედის მუცლიდან აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
ქვემოთ შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი. ანუ ეხა მარტო ერთი ფრაზა რო ამოიღო დედის მუცლიდან აკვნიდანვე კი არ შეგვახმა, რა და მე აი რა და ქვემოთ აგრძელებ. აი ეს გადაბმა, რომ ბოლოში არ მთავრდება და ქვემოთ გადმოდიხარ და ესე რაღაცა დინებასავით რო კითხულობ, ამ ფორმით არის ეს ლექსი დაწერილი. ამას სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. გარდა იმისა, რომ ეს არის სხვათა შორის ძალიან უყვარს ეს ფორმა ძალიან ბევრ ლექსია გამოყენებული. გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაცა პოეტური ფორმა, ასევე მიუთით აქ უნდა შემოვიყვანოთ წარსულის თემატიკა, ხო? ანუ, როდესაც ლექსი იკითხება ისე, როგორც რაღაცა დინება, თითქოს ჩვენ ჩავდივართ ავტორის ანუ გმირის, რომელიც ამ ამბავს ყვება, გარკვეულწილად ქვეცნობიერში. ანუ, იმიტომ რომ ის არ აუზებს არ აკეთებს, არ ფიქრდება რას ყვება რა და ერთი ამოსუნთქვით გიყვება რომ აი ეს არის ჩემი შეფასება, ჩემი რეფლექსია არის ეს. ამიტომ აი მარკეს პატრიარქის შემოდგომა როგორც უწერია, ხო აი მთელი წიგნი არის აი ერთი მიყოლებით, ხო არ არის რომ ნაწილი პირველი, ნაწილი მეორე, მე იქ აბზაცი ჩამოიტანა, ხო არ არის ეგრე. არის დაწერილი მთლიანად, ცნობიერების ნაკადი რასაც ყვია. და ესეც ეგრე არის, პოეტური ფორმა, ანჟამბებანი არის ის, რასაც მარკესი იყენებს პროზაში. ამიტომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ძალიან გულწრფელი ტექსტი და არანაირი გაფილტრულობის ფენომენი ამაში არ არის რა. ამიტომ აქ ხო ეს ამ გაგებით უნდა წავიკითხოთ ეს ლექსი რა. ხო. ხო. აი კომენტარი არაფერი, კაი კომენტარი იყო. კი ბატონო. ეს არის ფორმა ლექსის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა გადავიდეთ შინაარსზე. რომ რაღაცა. აქ არის რამდენიმე თემა მოკლედ. ჩემი თვალთახედვით და მე რაც დავიჭირე არის რაღაცა ერთი ფორმა რომელიც შინაარსსაც ებმის არის პირველი პირის მრავლობითი რიცხვი ჩვენ ის ლაპარაკობს ამ ფორმაში მე კი არა მე ეს მომივიდა ჩვენ ეს მოგვიდა მრავლობითია ეს ერთი მეორე არის რაღაცა ქართული ეროვნული სიმბოლოები რა რაღაცა ისეთი კონკრეტულად ჯერ არ ვიტყვი რომ გადავალთ მე განვიხილოთ მესამე არის სიზმრის თემატიკა ლექსი მთავრდება სიზმრით ფინალი. მეოთხე არის ამ სამის გარდა ზოგადად სიმბოლოების გარდა როგორ მიემართება სამშობლოს თემას. აი რა დამოკიდებულება აქვს პერსონაჟს სამშობლოს იდეის მიმართ. აი ეს არის. და კიდე რაღაცები და კიდე არის რაინდობის თემატიკა ძალიან მძაფრად რა ქვია. ხო. და მოდი ჩვენით დავიწყოთ, იმიტომ რომ მე მილოშზე არის აუცილებლად გასავლელი პარალელი, ხო? თავის თავზე წერს. ხო. ხო, მილოშზე თქვი ევროპის რა ინსპირაციით დაიწერა? ხო, ნუ ამის ინსპირაცია არის პოლონელი ავტორი კრისტოფ მილოში. ჩესლოვ. ბიჭო სუმერებია. ხო, ჩესლოვი არის. ხო, ჩესლოვ მილოში. სახელი არ მახსოვს. ევროპის პირმშო, ხო, ეგრე ქვია. პირმშო და რატიანის გადმოთარგმნელი. ხო. პირმშო თარგმნა. ნუ ხო, და ინსპირაციაც ცხადია არის, თარგმნაიც მისია და ლექსი იდეაში ზუსტად მაგ პრინციპს მიყვება რა თუ რატიანისთვის ეს არის ამოზახილი ქართულ საზოგადოებაზე და ქართულ გაბრძოლებას რაღაც სახს და იქ პოლონური კონტექსტი უბრალოდ რა. და თავისუფლად არა, მაგრამ მეტნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზის, ანუ თანაბრად ხაზრზე ზის რა. მაგაში არ გეთახმება ზვიად რატიანი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პირდაპირ ამბობს, რომ ამ ნეგატივს რო წერდი, ჩემი ინსპირაცია იყო ჩესლო მილოშის ევროპის პირმშო და პირველად წავიკითხე რუსულ თარგმანშიო, ბროდსკის თარგმანშიო, რომელიც ფიქრობდიო, რომ ძალიან კაი იყო, მაგრამ მე ორიგინალში რო წავიკითხე, მივხვდი, რომ თლად კაი თარგმანი არ იყო. პოლონურად კითხულობს, ლაპარაკს ვერა, მაგრამ კითხვას ვახერხებო ამბობს და პოლონურიდან თარგმნა. უბრალოდ ამბობს, რომ იქ ერთი და იგივე ფორმა გვაქვს, მე გადმოვიღე ეს ფორმა ჩვენ, ანუ რაღაცა, ეს ლექსი იწყება ესე, ჩვენ ვისი ფილტვებით ისრუტავენ დილის სინედლეს და რაღაცა ინტერნეტში დევს. და ეს იწყება რაღაცა ჩვენ ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ. ამ ფორმას კი ვიყენებ, მაგრამ მე არაფრით არ გავსო ამბობს რა. და მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. მოდი ჯერ განვიხილოთ ეს ჩვენ რას ნიშნავს და მე მილოშის ჩვენ და რატიანის ჩვენ რამდენად სხვადასხვან ერთი ვინმე დავეთანხმოთ რატიანს ან უარ ვყოთ რომ მართალია თუ არა იმიტომ რომ ავტორს ზუსტად იმავე უფლებამოსილება აქვს თავის ტექსტთან მიმართებაში კომენტარისა როგორიც მკითხველს რამდენადაც ისე არ უნდა ჟღერდეს ეხა ეს გამონათქვამი სოციალისტურად
არა, რამდენადაც რაღაცა ესე რა ქვია, ამ პარტავნულად თითქოს რა, იმიტომ რომ ხო, არა, მკითხველი რომ კი რატომ წერილი რომ თავის ტექსტს ამთავრებს წერტილს შუავს და გამოცემობას როდესაც მორჩა იქ მაგისი აღარა. ეგ არის ყველასი ვაფშე. ვიღაცა იტყვის რომ სოციალისტურია, მე ვიტყვი რომ გაგვანებენ მოვარო თავი. ხო, ჩვენ ნუ კრებითი ფორმა და ჩემი წარმოგიდგენთ ერთ შეხედვით სიტყვა ჩვენ მიემართება იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 99 წლიდან მოყოლ, ნუ მაგამდეც და 99-შიც იღებდა მონაწილეობას ამ აქციებზე, ვინმეს გამოდიოდნენ, ნუ მე ამბები რაც მოხდა და საბოლოო დამოუკიდებლობა ვინც მოიპოვა, მაგ ხალხზეა. ჩემი წარმოგიდგენთ ლაპარაკი. უბრალოდ მე არ მინდა რომ ეგ დავიჯერო. მე არ მინდა რომ ჩვენ ეგ საზოგადოება იყოს. იმიტომ რომ მე მაგ საზოგადოებას იმ ჭრილში ვერ ვუყურებ, რა ჭრილშიც თუ რატიანმა ეგ ჩაიფიქრა აქ და ეგ საზოგადოება რა ჭრილშიც რატიანი გვაჩვენებს მაგ შემთხვევაში. მე განცდა მაქვს რომ რატიანს სხვა საზოგადოება აქ მხედველობაში და არა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ. როგორ გითხრა, ის საზოგადოება, რომელ საზოგადოებასაც აქვს უნარი რაღაცის თანამონაწილე იყოს, მაგრამ არა თანაგანმცდელი და წლები რო გავა მისი თანამონაწილეობა რაღაცა ფორმით აქციოს თანაგანმცდელობის ჭეშმარიტ სახედ და ამ სახეზე ლაპარაკის მერე შეიძინოს უნარი რომ მომავალ თაობას მისცეს მიმართულება. ბოლო ნაწილი ვერ მივხვდი. ანუ ეს არის საზოგადოება, რომელიც იღებდა კი მონაწილეობას, მაგრამ არ იყო მოძრაობელი ძალა, მიიღო განცდითად შეიძლება ბოლომდე იქ არ ყოფილიყო, უბრალოდ მოვალეობა ცუდი სიტყვა, მაგრამ ანუ რაღაც მომენტში ხდებოდნენ რომ მათი იყოფნა აუცილებელი იყო, მაგრამ ეგ მაგხელა მოძრაობა რო არ დაწყებულიყო და მაგხელა ძრები რო საზოგადოებაში არ ყოფილიყო, ისე არ იქნებოდა. შემდეგ გავიდა წლები და იქიდან გამომდინარე რომ ისინი თანამონაწილეები იყვნენ, შესაბამისად მათი წარმოდგენით და ალბათ ისეც აქვთ უფლება რომ ამ საკითხზე ილაპარაკონ და თავიანთი კომენტარი გააკეთონ, ისინი დგებიან და თავის თანამონაწილეობას უფრო ფართო მასშტაბში ზრდიან, თანაგანცდელობას იბრალებენ, ამომე რომ თანაგანცდელების ვიყავით ჩვენ. ხო. და ჩვენ ახლა გეტყვით რა არის რეალური ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით თუ რა განცდები და ძრები გამოიწვია ჩვენში იმ მოძრაობამ რომელიც ხდებოდა მაშინ 99 მივხვდი და დაახლოებით აი პროცენტულად ვთქვათ 70%-ში გეთანხმები რას თქვი. გეთანხმები იმაში რომ ეს არის თანამონაწილე, მაგრამ არა განცდელი საზოგადოება. ანუ ოღონდ განცდაში არ გულისხმობ, რომ არ შეუძლიათ ემოციურად შეხედონ ისტორიულ მოვლენას. მე მგონია რომ მარტო ემოციურად უყურებენ რა. და თან ის ფაქტი, რომ მომავლიდან უყურებს, წესით უკვე ცივი გონებით უნდა განიხილავდეს და წესით კიდე ემოციურობისგან დაცლილი უნდა იყოს. პოსტფაქტუმად ვერ უხსევია. ხო, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას. მაგიტომ მგონია რომ ეს არის ტრავმის საზოგადოება, ეს არის ტრავმული საზოგადოება რა. აი მაგ კუთხით მაგ მთელი პოეზია განხილული რატიანის რომ პოსტტოტალიტარული ტრავმა ზვიად რატიანის პოეზიაში. ეგ არის სათაური. ხო და მე მგონია რომ ეს ჩვენ ზუსტად არის საზოგადოება, რომელიც მონაწილეობდა რა თქმა უნდა ამ ისტორიულ მოვლენებში და საბოლოოდ ვერც აი ფრაზას ვიტყვი და ზუსტად დაждდება რა საზოგადოება არის ეს. ეს არის სხვა ლექსიდან ფრაზა, რომელსაც ქვია რეკვიემი ცოცხლებისთვის. რეკვიემი სრულდება მკვდრებისთვის და რეკვიემი ცოცხლებისთვის, ანუ რაღაცა ცოცხლებისთვის, რომელიც რეალურად მკვდრები არიან, მაგას ნიშნავს. ასე სრულდება ეს ლექსი. რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერც გავლოდით, ვერც გავმდიდრდით, ვერც დავიხოცეთ. აი ამ სამის მეოთხე კატეგორია არის ეს ჩვენ. ანუ ვიღაცეები ვინც გამდიდრდნენ და ეხლა რამდენიმე უცებ გამახსენდა, ვიღაცეები ვინც გალოთდნენ და რამდენიმე ადამიანი გამახსენდა და ვინც დაიხოცა. აი ვინც დაიხოცაზე შეიძლება ითქვას, მაგალითად ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტა. აი რაღაცა ეგეთი ხალხი გადის ჩემი არქმით, ვინც ვერც დავიხოცეთში. ან რაღაცა მაგალითად 9 აპრილს შეწირული ადამიანები პროტესტზე. აი ეგენი არიან ვერც დავიხოცეთ. ეს ჩვენ არის ანუ წარმოიდგინე ადამიანების ერთობა, რომლებთაც მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ მათ ამ პერიოდიდან მხოლოდ ტრავმა დარჩათ. ანუ არანაირი, ოღონდ ეს ტრავმა არ არის ინდივიდუალური, ეს არის კოლექტიური ტრავმა და ოქსიმორონი გამოდის, იმიტომ რომ ტრავმა არის ინდივიდუალური, ანუ მარტო მე ვიცი ჩემი ტრავმების შესახებ, მარტო მან იცის მისი ტრავმების შესახებ და არადა ამ ჩვენში, ჩვენის წევრებში, ყველამ ვიცით, რომ ერთნაირი ტრავმა გვაქვს ზუსტად და ამიტომ ერთად განვიცდით ამ ტრავმას რა. ანუ ეს არის საზოგადოებრივი ტრავმა და არა ინდივიდუალური ტრავმა. ხო და მაშინ ეგრე
ეგ ხო გამოდის ერთადერთი რაღაც რაც გვაქვს საერთო როგორც ერს. კი. და ერის განსაზღვრელი რამდენად გამოდის ეგ ტრამვა. ზუსტად ეგ არის ტრაგედიაც, რომ ტრავმა გამოდის ერის განსაზღვრელი. მაგ ინტერპრეტაციით ზუსტად ეგ გამოდის ამ ლექსის შინაარსი. ჩვენ როგორც საზოგადოება, რომელიც ერის აღქმაც არის ტრამვა. ზუსტად. საშინელებაა, საშინელებაა, რა თქმა უნდა. ჩვენ თუ ეგსა, მაგიტო არ მინდა რომ დავიჯერო მაგის. შენ არ გინდა ეხა რატიანთან ესია. და მე ვიცნობ. მე ხარ, ასე არც მე არ მე ვიცნობ ხალხს და მე ვიცნობ ძალიან კაი მწერლებს, ვიცნობ რა, წამიკითხავს ძალიან კაი მწერლებს, რომლებიც ესე იბრძვიან ერის კონსოლიდაციაზე რა. ვიღაცამ დაგვიწერა ადრე მერანზე რო ჩავწერეთ, რომ მე ვთქვი პოეზია, თანამედროვე ქართული პოეზია აღიქვამს აი ეგრე მეთქი ამ პროცესებს თუ ტრამულად თქო რა და ვიღაცამ დაგვიწერა რომელიღაც პოეტზე რომელიც პირიქით აღიქვამს ანუ გამარჯვება და რაღაცა და აი ესე და წავიკითხე რა აღარ მახსოვს სახელი და ვერცის კომენტარი ვერ ნახე იმიტომ რომ მინდოდა რომ გამომეყენებინა კვლევაში და ვერ მივაგენი რა ხო და აი არსებობენ პოეტები რომლებიც პირიქით აღიქვამენ ამ პროცესს მაგრამ ეხლა ჩვენ რატიანზე ვლაპარაკობთ და ეს არის ნეგატივის პოეზია მაგრამ რატიანი რო ეგრე აღიქვამს მაგაში მოყვები კი ანუ ეგეთი აღქმა ექნებოდა მე ხო და ეგ მაგაზე ვღადაობ ძალიან მე რომ რაღაცა მესამე დასელებიდან და მაგათთან რომ ხალხი ბობოქროვდა მაგიდან მოყოლებული ყველა არის ერის კონსოლიდაციაზე ფიქრი და დღის ბოლოს ეგეთ სიტუაცია რო გვიდგება ქართული ერის რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია ხდება ტრამვით ანუ საშინელი მოცემულობა გამოდის მაშინ მაგიტომ ვერ აი რაღაცა ეხა მესამე დასი კაი მაგრამ დაუშვათ რაღაცა ილია ჭავჭავაძე რო წარმოვიდგინოთ ხო აი რაღაცა აწმყო თუ არა გწყობს მომავალი შენია ყველამ რო ვიცით ეგეთი ფრაზა აი ეგ ეხა რატიანის პოეზიაში მაგალითად გადაკეთებოდა დაახლოებით ესე რომ არც აწმყოს წყალს არც წარსული და მომავალი საერთოდ აღარ არსებობს რა. აი შევარდნაძე მასე გითხრა ტრიბუნაზე შემდგარმა. ხო, ვიცი, ჩარკვიანის ის ლექსი ხო. ვარ შეხო? ხო, დედმამა. ხო. ბიჭო, აი. ანის რო არის რა ქვია. ოქრუაშვილი რო ამბობს აღარ ღმერთი. აი ეგ არის რატიანის პოეზია რა. სხვადასხვა ღმერთზე ის არის რა ქვია. ერთი თავით დავწერე ცალკე ღმერთზე, სადაც ანუ საერთოდ არ არის ღმერთი არ ანუ დაკარგულია რა. იმდენად გაუცხოება რომ აი წარმოუდგენელი ის არის რა ქვია. მომესმის. ხო. ერთი ეხლა ქართული მწერლობარი ჟურნალი ინტელექტის. მან არის რატიანის ერთი ლექსი ახალ გამოცემული 2025 წლის. და მან არის თბილისი როგორც ედემის ალტერნატიული სივრცე რა. ანუ ედემის ბაღიდან ადამს რო გამოდევნიან მოდის თბილისში. ანუ წარმოიდგინე როგორი აღქმაა რომ თბილისი ანუ ღმერთმა შექმნა ედემი და თუ ედემიდან გამოდევნა ადამი და ევა ოღონდ ევა არ არის ნახსენები მარტო ადამი გამოდევნა წარმოიდგინე და მოადგა თბილისი ესე იგი თბილისი მანამდეც არსებობდა რომ აქ ხალხი ხვდება წარმოიდგინე ლილოში შემოდის ადამი ძალიან მაგარი ისა კაი კაცი იყო გასული ლილოზე ისე გაიარა ადამმა ხო ხო და აი რაღაც ეგეთი პოეზიაა რა ეს ეგეთი აღქმაა რომ რაღაც ალტერნატიული ისტორია ბიბლიის ბიჭო ისე თბილისი იქნებოდა ეგ ქალაქი სულ ქალაქი სადაც ყველა კერძო იმიდან რა ქვია ედემიდან გამოდევნილი ადამიანები შეიკრიბებოდნენ. ხო და აი ეგ არის ჩვენ რასაც ვიტყვით ან თბილისი კაცების ქალაქია. რაც არ უნდა მოხდეს. სხვათა შორის კოლონიური აღქმა თბილისის პირიქით იყო ყოველთვის ქალა და ფემინურად და რუსული ეგეც ერთ-ერთი არგუმენტია ჩემი. ეგენი რო ეგრე აღიქვა იმის ბრალია რომ არ უნდათ რომ ისე აღიქვათ როგორც მართლა. ეს ოღონდ სექსისტურად არ მომხალხო ადამიანს. რატო გონი ეგრე? აჯაფსანდალი ქალაქია და მაგიდო. მე კაცური რატო არის ქაოსი? აჯაფსანდალი ქაოსი ხო, ხო. ანუ ქალების ქალაქი რო იყოს, ბევრად უფრო ისეთ მოწესრიგებული იქნებოდა. ჩვენთან არის რომ სადღაცა გაირბენ და ქაბაბი იყიდება, ოღონდ ქაბაბი არა, ქებაბ იმასთან. სამერი გამოირბენ და სადღაც რაღაც სხვა იყიდება. ბიჭო, აქედან ეხლა დიდი დიღომში ვიწერთ ამ იმას, რა ქვია. გადაცემას. აქედან ეხა რო წახვალ საბურთალოზე რო გადახვიდე სხვა ეპოქა, ვაკეში რო გადახვიდე სხვა ეპოქა, ჭავჭავაძე რო აქსის რო გახედა და იქედან სოლოლაკში რო ჩახვიდე სხვა ისა და ვარკეთილში საერთოდ ოღონდ ეგ ეხა გავიგე 21 საუკუნეში ეგეთი ქალაქები 10 მილიონია, მაგრამ არა, ნუ ეს უნიკალური არ იყო რა. ოდესღაც ქონდა ეგ უნიკალური ნიშანი. აი ის იოსებ გრიშაშვილის თბილისის ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა 19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისს რასაც აღწერს. აი ეგ არის ნამდვილი ისეთი თბილისი რა. ეგ კვლევრების და მოგზაურებიც რო წერეს, მაგას ამბობენ რა. ხო. რომ ეს არის აჯაფსანდალი, ანუ
დადებითი კუთხით ამობენ, იმიტომ რომ იმათთვის ძალიან აღმართავანებელია იდეალური შეხამება აღმოსავლური და დასავლური. მართლა იგრე იყო. მე მაგიტო ძალიან მიყვარს თბილისი, მაგრამ. რა თქმა უნდა, ეგ არის ღირებულება, რომ ანუ ეს არის, რა ქვია. აი, რეზო გაბრიაძეს უწერია, ეგ იმას ადარებს ქუთაისს და ამბობს, რომ ქუთაისი არის აი პრინციპულად დასავლური ბერძნული ქალაქი. თბილისი ეთყობა აღმოსავლური გავლენას და ამიტომ ეს არის ანუ უფრო ნარევი რა. ეგ არის განსხვავება ამ ქალაქის შორის. მაგიტომ უნდა გვედგას პარლამენტი ქუთაისში. იმიტომ რომ ჩვენ ანტიკურ ბერძნების მეგობარი ადამიანი. აი მე აუთხეს. სად ვუყურებდი არ მახსოვს იმ კაცის სახელი კაკაბიძე? გურამ კაკაბიძეა თუ ვიღაცა. ის რო არის შენ ბუნებით ადამიანი არ შეიძლება იყოს. არ ვიცი. ადამიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს რაღაცა. როგორ არის შენ იგერ ადექი რო ეუბნება რო დგება როჟა და ის რო ეუბნება რომ ადამიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს. არ ვიცი. მაგას ასილო კაცია კავშირი. უხმოდ უნდა ირაკლი კაკაბაძე ხო გურამ ირაკლი. უხმოდ უნდა მოგიყვეთო ლექსიო და ის რაღაცა. ეგ ვიცი ხო. აკავშო ჩვენო ქართველებიო მას მერე წავიდაო ჩვენი საქმე უკუმაო რომ აიშო რომ ჩამოვიდაო ის ჩათლახიო ხო შემიძლია მაგის თქვის თქმა. ის ჩათლახიო რომ ჩამოვიდაო იქიდანო და რომ მოგპარაო ოქრო საწმისი თავის ჩათლახს მაგაცებთან ერთად მაგის მერე წავიდაო ვარეშა მომდენი ვიცი. ხო და აი ეს არის პიკი მაგ უარესობის. ხო. და ეხლა დაუბრუნდეთ იმას. გადახვევა თუ გონიათ რომ იყო არ იყო ამდენი იმიტომ ვიცინოთ რომ დავცინოთ საზოგადოებას. ხო, ისე რომ დავცინით ძალიან ტრაგიკულია, იმიტომ რომ ხო. არ დავცინით. გული შევტკივა. ხო, ეს ჩვენ თუ არის ამგვარი ტრავმული ერთობა, ჩესლავ მილოშთან ასე არ არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ამ ევროპის პირმშოში მილოში ახერხებს, რომ ჩვენ ფორმიდან ბოლოს გადავიდეს შენში, ანუ ნახე, ჩვენ, მერე შენ და მე ისევ ჩვენში ბრუნდება. ანუ გმირს აქ იმის უნარი, რომ ამ ჩვენს გამოეყოს და მიმართოს. და აქ ეგრე არ არის. ანუ ეს უფრო ტრაგიკული მოვლენაა. პლუს ეს ის არის, რომ მილოშმა ეს ლექსი დაწერა მაშინ, როდესაც იყო ამერიკაში, დიპლომატიური კორპუსის წევრი იყო, თუ არსები კულტურული ატაშე იყო და წარმოადგენდა ოფიციალურად საბჭოთა კავშირს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე მილოში რანაირი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი არის, რაღაცა პოლონელი ესეთი ნობელის პრემიის ლაურეატი და ანტისტალინისტი, ანტიკომუნისტი და ანტინაცისტი, ხო, ცხადია, ხო? და ანუ ეს არის რაღაცა დანაშაულის გზნობითაც დაწერილი, რომ თითქოს და ინახავდა, უჯრაში ინახავდა ამ ლექსს, რომ ვინმეს არ ენახა, იმიტომ რომ ხა წარმოიდგინე საბჭოთა ის რო ხარ და ევროპის პირმშო რო გაქვს დაწერილი. ხო, და განსხვავებაც ეს არის, რომ აქ ახერხებს ეს ლირიკული გმირი განცალკევებას, რატიანთან ვერ ახერხებს ეს ჩვენ, ხო? იმაზე რო ვთქვით, რომ ეს ქართულ თემატიკას რო შევეხეთ. თუ რაინდობის იდეაზე ვთქვათ და მე გადავიდეთ ეროვნულ სიმბოლოებზე, იმიტომ რომ პირდაპირ ერთი და იგივეა რა. დასაწყისში არის ეგეთი ფრაზა, წავიკითხავ. ესე იწყება ლექსი. ჩვენ ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს. მშიერ რაინდებს ეს დავემახსოვროთ, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც თუ კი დაგვიჯერეს გამოვარიდებთ. ესე იწყება ლექსი და სრულდება ესე. და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს. მშიერი რაინდებიდან მივადექით შეშლილ ფანტომებზე. ეს ეხლა მერანზე ეს ვილაპარაკეთ, რომ რაინდობის იდეა მკვდარია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის კიდე ერთი სიტყვა, მშიერი. იმიტომ რომ რაინდი წესით არის მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. გლეხი რაინდი ვერ ხდება შუა საუკუნეებში, არ არის ეგეთი ფენომენი ხარ, იმას სულს კი არ ვამბობ, ეგეთი ისტორიული ფაქტია. ანუ რაინდობისთვის შენ გინდა ერთი აღჭურვილობა, მეორე ბრძოლის ცოდნა და ანუ შეიძლება გინდა რა. ლექსების წერის უნდა არის სხვა. ხო, ეგ კრიტერიუმები კიდე სხვა ახლა, ეგეც კი ბატონო. სხვათა შორის კოსტავას და კოსტავა როგორც პოეტი აი ძალიან მიყვარს და რაინდი და რაღაცა. მაგ კრიტერიუმს ავსებს. ხო და ანუ ნახე, წარმოიდგინე რაინდი, რომელიც შუა საუკუნეებში არის აი ესეთი მაღალი სოციალური კლასის ფენა, აქ ხდება მშიერი. ანუ ეს ოღონდ რაინდების ბრალი ხო არ არის, ანუ ეს არის გარემოს ბრალი. ეხლა მემარცხენე თვალსაზრისით არ ვაკრიტიკებ და იმას არ გამოვალ რომ ეს კლასები და რაღაცა მაგას არ ვამბობ. უბრალოდ ვამბობ რომ გარემო იმდენად შეიცვალა რომ რაინდებისთვის აღარ არის, რაინდების არსებობისთვის შეუძლებელია ეს გარემო რა. იმიტომ რომ ანუ შიათ რა რაინდებს და რაინდით არ უნდა შეოდეს. ეგ ოქსიმორონია რაინდს რო შია რა. თან ანუ შია, იმიტომ რომ რო არ შია, ანუ შია რა დებილურად ანუ პირდაპირ მნიშვნელობით შია, იმიტომ რომ შია გადატანითი მნიშვნელობით დამშეულ. ორივე მნიშვნელობით, ხო. ხო და დამშეულს დაწერდა. დამშეულ რაინდებს. ხო. იმიტომ რომ ცუდად არიდება დამშეულიც იგი კარგად დაჯდება და დამშეული აი რაღაცა ირმაზე რო ხარ დაგეშილი რო რაღაცა ეგეთია და ეს არის მშიერი რა, ანუ თითქოს მოწყვეტილი აქვს საზრდოობა. წარმოგიდგება აი რაღაცა ისეთი რაინდი
გამხდარი, გაძოლყავებული და რაღაცა რა აი. ან თვით რეალიზების და თვით გამოხატვის საშუალება რომ არ ეძლევა. ისეთი რაინდი გამოდის რა. ხო. რომელიც მოკლებულია ყველანაირ გაბრძოლების საშუალებას. ოღონდ იმიტომ კი არა რომ უნარი არა, არამედ იმიტომ რომ სივრცეში ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოვლენას საკმარისად. მე მგონია რომ არა, ანუ მე მგონია რომ პირიქით ეს არის უკიდურესი გამოვლინება რაინდობის. ანუ ამაზე მეტი რაინდი ვერ იქნება. ანუ მე მგონია რომ შეერი რაინდი აქ რო წერია, ეგ ავთანდილზე მეტი რაინდიცაა რა. ეხლა რაც არ უნდა ხმამაღლა ვამბობდე რა. ან განცდით ანუ ნახე, როდის უფრო რაინდი ხარ, როდესაც გარემო ხელს არ გიწყობს და როდესაც მაქსიმალურად გეწინააღმდეგება და მაინც რაინდობ, თუ როდესაც გარემო ხელს გიწყობს. განცდითად თუ გამოვლინებით მეთქი. ორივე. გამოვლინებით არ ვარ და. გამოვლინებით როგორ? ნახე, აი ხე ქმედებას მოითხოვს რაინდობა და მაგიტო. ანუ ნახე, ის ქმედება რაც ამ შეერი რაინდების ნაბიჯება ის შედეგი რაც ამას ქმედებამ მოიტანა არა, ლექსში არ ჩანს ეხლა დამოუკიდებლობა, ფაქტია და აქ ეგრე არ არის. მე ხა ცოტა ურევ რეალობას და ამ ლექსს. არ ვიცი განსხვავება რა არის, მაგრამ მაინც მგონია რომ ანუ მომავლის გადასახედიდან წარსულში პირიქით ეს ყველაზე მეტი გამოვლინება იყო. ძალიან მესმის, უბრალოდ მე გეწინააღმდეგება შეშლილი ფანტომები. იმიტომ რომ იქ დამშეული რაინდი ხო 20 წლის მერე კი, უკვე ფანტომია. დარია და თან შეშლილად არის შერაცხული. შეშლილი ფანტომი ხო ხდება? კი. ხო და გადასვლის მექანიზმი ამ ხელა რაინდი შეშლილი ფანტომი გახდა ვერ ვიჯერე. ხო და ეგ არის ზუსტად ის რომ ეს არის ჩვენ ხალხის პერსპექტივიდან მოთხრობილი რა. ეს მაგას ანუ უფრო იმას მიუთითებს რომ JRS1 ეს ხალხი შეშლილად შერაცხეს, ანუ რაინდობა არის უკვე სიგიჟე, ანუ გიჟე ხო არ ხარ, რაინდი ხარ. აი ეგ არის დღეს. და თან არის რომ ფანტომი, ანუ მკვდარი აღარ არსებობს რა. თან არის რომ ასაფლავებ ამ იდეას ფიზიკურად, რომ მკვდარია და თან არის რომ ამ იდეას ასაფლავებ სულიერად, იმიტომ რომ შეშლილია. ანუ რაინდი ეხა ამ გადასახედიდან შენ გონია შეშლილი. ამიტომ შენ ვერასდროს ვერ იქნები რაინდი. მესმის. და მართალია 2009-ის მართალი იყო და ეხაც მართალია. მაგას რო წერს უბრალოდ ისევ და ისევ სუბიექტურად არ მომწონს ეგ ამბავი, თორე ობიექტურად სრულიად ვეთანხმები მართლა იგივე ვარ. იმიტომ რომ მე მინახავს თანამედროვე საზოგადოებაში რაინდები. ჩვენ საქართველოში მინახავს კაი ხალხი ყოველდღე. არა, ეხლა ნუ ხო, მე ვერ მოყვები, ჩემთვის ეგ რაინდები, უმაზე დიდი რაინდები, ავთანდილზე დიდი რაინდი არ გამოდის რა. ხო, კი ბატონო. ანუ რეალურად რაინდობს, გარემოსაც მოითხოვს, გარემოს ხელშეწყობას მოითხოვს რაღაც მომენტში რა. ნუ პიროვნულ სიძლიერესსა და გარემოს პიროვნულ სიძლიერესსა და გარემოს შორის რაღაც სახის თანასწორობა უნდა იყოს, რომ შენ მაქსიმალური რაინდი იყო. და რატიანის რაინდებთან მიმართებაში გარემოს ედმეტად დიდია და უბრალოდ ვერ უხერხებ ვერაფერს რა. ხო. მე ეგრე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვხედავ. და ნუ ეგრე ვხედავ ჩვენების განმოსახედიდან, ანუ ჩვენს ვისაც ლაპარაკობს. თორე აი ესე პიროვნული მიმართებებით რო ვილაპარაკოთ, ეგ რაინდები არიან იდეალური ხალხი. ეგეთი რაინდების გადარჩენილია არა მარტო ქართული, არამედ სოფლიო საზოგადოებების. შეიძლება მეც მაგ პერსპექტივიდან უყურებ და მაგიტომ მგონია რომ ავთანდილზე დიდები არიან. მესმის ხო. და მესამე თვალის პრინციპით რომ შეხედო მაგ რაინდებს და არა სიტყვაზე ერთ-ერთი პერსონაჟებით. მაშინ უდიდესი ხალხი გამოდის. იმიტომ რომ რეალურად ეგ არის მთელი მაგალითად. ხო, მესამე თვალით კი ბატონო. ყველა სიდიდის რა. როგორც ის ეძახის, ეკო ეძახის, ეგენი არიან გიგანტები და მაგ ხოზე ვარ ჩვენ დამდგრები. კი. აი გიგანტი რო იყო, უნდა სადღაც უნდა გშიოდეს. თუ არ გშია, ძალიან ანუ ეს არ გეგონოთ ეხლა ეს დებილი TikTok მოტივაციები რო არის, რომ უნდა გშიოდეს რაღაც გამოგიც. არა, სხვა პრინციპით უნდა რა, თუ მოსაკლისება არ გაქვს რაღაცა მნიშვნელოვნის, რაც რეალურად შენი განსაზღვრელია, მაშინ დიდ რაღაცას ვერ გააკეთებ, რა თუ კმაყოფილი ხარ გარემოთი და თუ კმაყოფილი ხარ მოცემულობით. იქ მოძრაობის სივრცე აღარ გაქვს, არც გინდება. და რატიანისთვის, ანუ ჩვენებისთვის არა, რატიანისთვის ჩემი წარმოდგენით, ის ხალხი, ვინებიც არიან შეერი რაინდები და მე ვინებიც შეშლილი ფანტომები ხდებიან. არიან ის ხალხი, ვინებიც რეალურად გიგანტები უნდა იყვნენ და მათ მხრებზე უნდა დავშენდეთ და რეალურად გამოვიდნენ მართლა იყვნენ. ხო, აი იმას აქ რა ქვია. კოსტავაც არის გამსახურდილი. კოსტავას აქ ზუსტად ეგისა შიმშილი, აი ჯერ ისე ცხოვრების ველოდ რო განვიხილოთ 10 წელი იყო ადამიანი ციმბირში ხა რა იდეალი უნდა კონდეს ანუ იდეალი რაიმე თუ არ გაქვს 10 წელი ციმბირში არ ჩაჯდები იმიტომ რომ რავი თან მაგ დროს მისმა შვილმა თავი მოიკლა და ეგეთ ლექსწერს რა შიმშილობა თუ კი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა აი რაც ეხა შენ თქვი ზუსტად ეგ არის შესძელა ალაგმო შენში გურმანი გაავებული როგორც სატანა
ან რაღაცა იმის თან ძალიან მაგარი ლექსია, აი ასლაბა ძალიან მაგარი ლექსია. და თან შეპირისპირებას გაჩვენებს ორი იმის და თან საკუთარ თავში ბრძოლას და თან თუ კი ქადაგექვეყნოს, ტანჯვის ატანა შეძენ, ანუ რა გშიაო შენ ნორმალური თუ ხარო რა ინდი ხარო და ფეხზე დადექიო რა წარმოიდგინე მაგას ამბობს და ეგ არის რა. ხო და ეს გაუცხოება რო აქ შეშლილ ფანტომებზე გისმის შემეკითხე და მე ვიტყვი ეს მას. ხო როგორ ვაქციეთ შეშლილ ფანტომებმა და ეგ მაინტერესებს მე. ანუ რა მოხდა ეგეთი რომ შეშლილი ფანტომები გახდნენ ეგენი ჩვენთვის? მე მგონი რა მოხდა კი არა უფრო როგორ აღვიქვით მომხდარი მაგაზია რა. ხო და როგორ აღვიქვით. აი ხა ამ ფრაზაში განახებ. აი ცოტა დიდ ფრაზას წავიღე. შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით. დედის მუცლიდან აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი. შენ ეს თვალები 20 წლის წინ უნდა გენახა. აი ხა აქედან. ანთებულების სიამაყით შავმეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც გშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით ენა მამული სარწმუნოება. შავლე შენი, სულ შენი ბრალია ყველაფერი. ჩვენს ცას მხიარულს შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები. და გაგვახედე უფსკრულისკენ 60-აო. აი აქ ჩანს ზუსტად გაუცხოება იმასთან აქვია. ამ ძალიან კვლევასთან, მოვლენასთან რა. დავიწყოთ შავლეგით. შავლეგი არის ისა რა ქვია, ქართული საზოგადოებისთვის რაღაცა გმირის ფიგურა წარსულიდან, ოქროს ერეწოდებულ ოქროს, ანუ ეს არის რაღაცა ხალხურია ეხა მესმის შავლეგ, მაგრამ დასაყრდენი ხო რეალური ისტორიული ფიგურიდან აქვს შალვა ახალციხელი, ხო? რომელიც მეჭურჭლე თუ ხურცესია, მანდატურ თუ ხურცესია, თამარ მეფის დროინდელი, ხო? არის წმინდანად შერაცხული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ და არის, რა ვიცი, რაინდი თუ რამეა, არის შალვა ახალციხელი, ხო? ხო და მე ეს გადაიზარდა რაღაცა მითოლოგიური გმირი გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეხა მაგდეს რო იზამ ადამიანი ხდები ეხა მითოლოგიის ნაწილი და მოვედით აქამდე. და ერთი შეხედვით რატიანი მიმართავს შალვა ახალციხელს, ხო, წარსულიდან რომ შენი ბრალია ყველაფერი. მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავიხსენოთ ეგ სხვათა შორის ნათქვამი მაქვს ესა მერაბ კოსტავაზე. რომ აი 9 აპრილს რო დაიწყო შავლეგ შენი შავი ჩოხა, მაგის სიმღერა რო დაიწყო. ბოლო ორ წუთში მე 5-ად მაჟღუალებს უკვე. კაია, მაგრამ ამ ლექსზე არ დაკავშირებია. ამ ლექსზე არ შავლეგი მაჟღუალებს. ხო. კოსტავაზე და შავლეგი. ხო და წარმოიდგინე რომ აი რაღაცა რო იწყებს სიმღერას კოსტავა რა, თან კოსტავას ხმა რო გესმის და თან შავლეგო რო გესმის. აი ხა შეიძლება ესეც ცაში ახვიდე ესე პირდაპირ რა. ხო და აქ დაეჯახები თავით. ხო და ზუსტად მაგ შავლეგს მიმართ. ანუ ეს არ არის შალვა ახალციხელისადმი მიმართვა, იმიტომ რომ ის ისედაც ჩაკარგულია წარსულში ამათთვის. ეს არის მერაბ კოსტავასთვის მიმართვა, როგორც ეს მერაბ კოსტავასთვის, რომელიც უკვე მითოლოგიად იქცა რა. და თან შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები, ჩვენს ცასო და გაგავახედე უფსკრულისკენ 60-აო. ანუ ესე რო გავყოთ ეხა რა. იყო ორი ნარატივი ამ დროს დაპირისპირებული, ერთი კომუნისტური, მეორე ნაციონალისტური, ნაციონალური, ეროვნული ჯობია. ხო. მოკლედ, ეს ამ კომუნისტურის გრევა ჩემი აზრით დაიწყო 9 მარტის მოვლენების დროს. როდესაც დაიწყო სტალინის პიროვნების კულტის გმობა და სისხლიანად ჩაიახშო აქციებმა. აი აქედან დაიწყო ამ კომუნისტური ნარატივის გრევა. მაგრამ ამის პარალელურად გაჩნდა ეროვნული ნარატივი, რომლის რაღაცა სულის ჩამდგმელები არიან ეს შიერი რაინდები, ხო? ეს ეროვნული ნარატივი ბჭყალებში პირდება ქართულ მოსახლეობას, რომ ჩვენ როდესაც დამოუკიდებლობას მივიღებთ, ეს იქნება 60-ისებური მდგომარეობა. ბჭყალებში ეს არავის არ უთქვამს, რა 60 გველოდება და რაღაცა. უბრალოდ ამისთვის ბრძოლა არის გარკვეულწილად და ფილოსოფიურად რო ვთქვათ და ბიბლიურად ედემში უბრუნდებით თითქოს ეროვნულ კონტექსტში რა. მაგრამ ეს მოლოდინი რაც შეიქმნა დაინგრა იმით, რაც დადგა დამოუკიდებლობის შემდგომ, იმიტომ რომ 9 აპრილიდან დაწყებული, ნიჩბებით ჩვენი რაღაცა წინაპრების მოკლით დაწყებული, გაგრძელებული სამოქალაქო ომით, ეს ლექსი ალბათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და რომ მიმოვიხედოთ ახლა იმ დროინდელ რუსთაველის გამზირზე, რავი, ყველაფერი დანგრეულია, ხალხი ტანკებით დადის და იარაღს ესურს და ქაშვედის გუმბათიდან ესურიან პარლამენტს, არ მოიდგინე ასეთი გიჟე ხდება. მერე მოდის აფხაზეთი, მერე მოდის ცხინვალი, მერე მოდის აფხაზეთი, მერე მოდის 2008 წელი და ანუ სიგიჟეები ხდება, წარმოიდგინე და ეს არ არის ის რისი მოლოდინიც ჰქონდა დისიდენტობის დროს. ამიტომ
ამას ნიშნავს ზუსტად ის, რომ გაგვახედე უფსკრულისგან 64-აო. 20 წლის შემდეგ ჩვენ ვართ უფსკრულში, არა და 20 წლის წინ გვეგონა რომ 64 გველოდებოდა. აი ეს არის გაუცხოება მთლიანად როგორც შავლეგის გმირის, ასევე ზოგადად აი რაინდობის იმის მიერ რა. თან ეს შავლეგი არის რაინდი, ოღონდ ეროვნული რაინდი. მშიერი რაინდი შეიძლება არ გადმიხილოთ ეროვნულ კონტექსტში. აი ეს უეჭველი ეროვნული კონტექსტია რა. თან შავმეწამული დროშების ქარში ის ძველი დროშა პირველი რესპუბლიკის დროშა მე რო ზვიადის დროს კონდა შევარდნაძის დროსაც ეგ იგულისხმება. მესმის და მაგაში 100%-იანი მოყვები რა ჭეშმარიტ და ეგრე მოხდა ცხადია. მე უბრალოდ მინდა ვკონცენტრირდე ამ საზოგადოებაზე, რომელიც მაგ მოვლენებზე ეგეთ კომენტარს აკეთებს. უბრალოდ მე რაღაცებს ვერ ვხსნი რა. ერთი ფიქრი ყოველთვის მაგ ხოლმე გონებაში ესეთ ტიპის საზოგადოებას რო წარმოვიდგენ ქართულს, ყოველ ცხადია. არის რომ ჩემი წარმოდგენით ქართველებმა არ ვიცით თავისუფლებას რა მოუხერხოთ. არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ის სწორად. იმიტომ რომ არასდროს არ გქონია მაგის გამოცდილება როგორც ერს. ანუ როგორც ერთიანი. ბოლო საუკუნეები ხო? არა. აბა საერთოდ? ხა აბაში არ დაგეთა. ანუ ოქროს ხანის მერე პირველი რესპუბლიკა. რა? ანუ ცოტა დრო იყო და არ გვეყო და დავივიწყეთ და საბჭოთა კავშირმა სრულიად ჩაკლა მეხსიერება სოცფედებზეც და სოცდემებზეც. არა. არ გეთანხმებით. გავიგერო თქვენ კიდე გახსოვდათ იქ გურიაში, მაგრამ როგორც ფართოდ რა შუაშია ბიჭო, ზვიად გამსახურდია თქვა რომ ჩვენ ვართ იმის მემკვიდრეები და აღადგინა საკამ. ეგ თვითონ ეგრე რო გააკეთე მაგ არგუმენტი და ძალიან სწორად ეგ მესმის ეგ გაგიხმურე გურიაში. მესმის ეგ და ძალიან სწორად მოიქცნეთ. უბრალოდ მე გეუბნები ფართო მოცემულობა. სანამ ზვიადი გამოვიდოდა და დაიწყო ლაპარაკს რომ პირველი რესპუბლიკის განმღერება და იქ იმას ვაკეთებ რასაც ისინი ელტოდნენ და ჩვენც ეგვინდა. მაგამდე ეგ მეხსიერება დიდად არ იყო, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობდა საბჭოთა კავშირი ჩაეკლა ეგ მეხსიერება ყოველთვის. ანუ ძალიან ბევრი ტექსტი კი რამამ დაგვიკარგავს რა, მაგის გამო. ხო. და რავი რა წამსაც შემოვიდნენ აბსოლუტურად ყველა ჟურნალი დახურეს, აბსოლუტურად ყველა გააქციეს ან საფრანგეთში, გერმანიაში, ხო, ანუ მეხსიერების მოკლასდოვანი. მაგიტომ ჩემი წარმოდგენით თავისუფლების გამოცდილება ფართო მოცემულობა არ გვაქვს. გავიგერო მე და შენ გვაქვს. გავიგერო ვიღაცებს მის კითხულობა თავისუფლების. ვიღაცებს ჩვენ ვკითხულობ და იმიტომ ვიღაცები კითხულობენ აქვთ. ასე მაგრამ საზოგადოებას ეს თავისით არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს. სიტყვა ჩვენ რო ჩამოვიდა, რომ არ გვაქვს ეგ გამოცდილება. ნუ მაგ ელემენტით რო შემოვდივარ, მაშინ ყოველად ცხადია ჩემთვის ის, რომ უარყოფითი მოვლენა უნდა იყოს ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტოტალიტარული რეჟიმიდან ამ მომენტამდე გადმოსulis რა, იმიტომ რომ რა წამსაც ის ტოტალიტარული რეჟიმის შენი ნაწილი აღარ არის და ჩამოცილებული ხარ მას და შეზღუდვები მკვდარია, შენ აღარ იცი როგორ უნდა მოიქცე. ანუ არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ გეკრო, საკუთარი თავი არ შეჭამო. რეალურად ეგ ძალიან დიდი ამბავია რა, თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო რაღაც, იმიტომ რომ თავისუფლება თუ არ იცი როგორ გამოიყენო, შენ თავს შეჭამ. განადგურებ და ეგ მოგვივიდა როგორც ერთ ჩვენ რა. მაგიტომ მოხდა სამოქალაქო ომი, რომ არ ვიცოდით ეს თავისუფლება როგორ აი ძალიან უცნაური რაღაცა რო ვთქვათ რა. რეალურად აი 21 საუკუნეში აი ამ გადმოსახედიდან რომ ავიყვანოთ ხალხი და ჩავიდეთ 91 წელს რა. ბიჭო, სამოქალაქო ომის დაწყების შანსი ვაფშე იარსებებდა, ანუ შევაძლებინებდით მაგას ეხა რო ვიცით. თავისუფლება როგორ მარტო გამოსtildeებით არა, გადმოსახედით, რომ ანუ შედარებით უკვე ვიცით თავისუფლება როგორ უნდა გამოვიყენოთ 2026 წელს. მაგრამ უფრო მეტი წლები რო გავა, უფრო არ მოხდებოდა ეგ ამბავი. უბრალოდ მაშინ ის იმიტომ მოხდა, რომ საკუთარი თავი შეწმის მეც ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაშინ როდესაც თავისუფლება აი ესე მოგეცა. და არანაირი გამოცდილება არ მოხდა. აი ესე არ მოგჩემია ეხლა. ბიჭო, ანუ გავიგერო ძალიან დიდი სისხლის ღრმა მოყვა მაგას არ გულისხმობ. ანუ მომენტალურად შედარებით უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ხდება ხოლმე რა. და პლუს ამას სამყაროს ძვრებს მოყვა იქ ყველაფერი. რეალურად საბჭოთა კავშირში რომ გამოვიყეთ მარტო იმის დამსახურება ხო არ არის რომ ქართველები არა რა თქმა უნდა ეს იყო გეოპოლიტიკური ამბავი და დაინგრა და გავიგე ამბავს რომელიც მოხდა პირიქით არა საერთაშორისო კონტექსტი თუ ამოვაგდე ხა ესე იგი ვერ ყვევი რა ჩვენ კონტექსტს არ ვაგდებ იმიტომ რომ ჩემს უდიდესი ის არის რა ხო გითხარით დღემდე მაჟუალებს რომ ვიხსენებ იმას რომ შავლექს მღეროდნენ კოსტა მღეროდა და ხალხი იყო ერთ-ერთი გამსაზღვრელია ჩემი იდენტობისას როგორც ქართველი ადამიანი უბრალოდ მოცემულობა ეგეთია არ ვიცით როგორ გამოვიდეთ მოყოლებული მართლა ოქროს ხანა რომ მორჩა და საქართველოს ორად გაიყო მაგამიდან მოყოლებული აღარ ვიცით როგორ გამოვიყენოთ თავისუფლება და დღემდე იმდენად კარგად არ ვიცით როცა არის როგორ გამოვიყენოთ თავისუფლება საკუთარ თავის ჭამას იწყებ განადგურებას იწყებ და ჩვენ ვართ ის საზოგადოება რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს 91 წლიდან მოყოლებული დღემდე და ნუ ყოველდღე ცხადია 2009-ში ვანადგურებდით მეც ვანადგურებ 2009-ში უფრო სხვა ვანადგურებ აი ნუ თბილისის ომი ყველაზე ისეთ თვალსაჩინო მაგალითია რა აუცილებლად რა
ხო. და მაგიტო ეგ ერთი მთავარი კონტექსტია ჩემთვის, რაც ვალიდაციას აძლევს მათ ამ შეხედულებას. უბრალოდ მესმის, რატო არის ეგ საზოგადოება. ხო. მეორე უფრო არ ვიცი, მეორე ამბავი შეიძლება ის იყოს, რომ ეს არის საზოგადოება ისევ და ისევ დასაწყისში რასაც მომოვდით, რომ რაღაცა აქციებზე ეხაც ხოდგანან იგეთ ხალხი აქციებზე რა. ანუ არ მინდა რომ ვიღაცას როგორი ხალხი? და ჩემ ხო ის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აქციებზე ვიდექით და დავიღალეთ. და ოკეი, უბრალოდ თავისუფლება არ არის ესეთ რაღაცა, რომ აქციაზე ვიდექით და დავიღალე. არა. მივხვდი რასაც. არ არის, ანუ მე და შენ ხო არ ვილაპარაკებთ მაგას. რას? ასად ხო არ ვიტყვით მაგას, აქციაზე ვიდექით და ხო არ ვიტყვით მაგას. იმიტომ რავი რა ჩვენ ერთ-ერთ მოვალეობად არ ვიცი, მაგრამ განსაზღვრულ ნაწილად ვთვლით იმას, რომ უნდა ვიდგეთ. ჩვენ მე და შენ საერთოდ გვყავს ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ახლობელი, ძალიან ჭკვიანი კაცი, რომელიც ყოველდღე იქ დგას. ყოველდღე. ერთხელ არაფერს არ მოხსენებია და ერთხელ არ გავუკეთებია მაგაზე კომენტარი. ხო. ეგ კიდე ერთი ხინჯია, რომელიც კი, ეგ თავისუფლების გამოუყენებლობა ძალიან სწორი ის არის აქცენტია და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენ როგორც საზოგადოება მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ ნახე, თუ ჩვენ ამბობთ, რომ ამათ ერთიანობა აქვთ მარტო ტრავმაზე, ეგ თან იმითაც ვტკიცდება, რომ აი ნახე მესამე ხაზი არის ამ ლექსის აი ესეთი. არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და ანუ საერთოდ რა გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ საზოგადოებას გვარი, ან საზოგადოების წევრებს გვარები აქვთ. აი რა ვიცით, რომ ამ საზოგადოების წევრებს რაიმე სხვა სახის გარდა ტრავმისა მიკუთვნებულობა აქვთ რაიმესთან. ანუ გვარი ხო ეგ არის ზუსტად, რომ მე ჩემი გვარით მივეკუთვნები ჩემს ხაზს, ხო? საგვარეულოს ხაზს. აქ გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ მივაწერთ წერილებზე საპროტესტო წერილებზე არ მივაწერთ გვარებს, გარდა იმისა ნიშნავს, რომ უბრალოდ სოლიდარობის საზოგადოება არ ვართ. მაგის გარდა თან იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არ გვაქვს საერთოდ ეს გვარი რა. ანუ მე ვარ მარტო, ჩვენ ვართ მარტო ჩვენ. და არა ჩვენ ვართ მე მახარაძე, შენ პაპიაშო, ეგრე კი არა. ჩვენ ვართ ჩვენ და მორჩა რა. აი იოზეფ კ არის რა, კოლექტიური. წარმოვიდგინე, აი კოლექტივი იოზეფ კ-ების საზოგადოება. კოლექტიური ტრავმის საზოგადოება. ხო. და არის ძალიან ძიმე ლექსი, აი ძალიან ეს არის აი რო კითხულობ, უნდა იტირო ყოველ სიტყვაზე რა. ყოველ სიტყვაზე უნდა იტირო. და თან უნდა შეგეცოდოს, კაია თუ შეგეცოდა, იმიტომ რომ შენ ესე იგი არ ვთვლი ამათ ნაწილად. ხო რა, არ უნდა ჩათვალო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს არის საზოგადოება, რომელიც გადარჩა, აი იმ რაღაცა იმ პროცესებიდან რაც გამოვიარეთ და რაც გადარჩა, რავი, ჩვენ ვართ ეგ რაც გადარჩა, ხო? ჩვენ მაგას ჩამომავლები ვართ, ხო? მაგას შვილები ვართ, ვინც გადარჩა რა. ოღონდ რაც გადარჩა, მაგას ვერ ხსნის, რა და ისე დამოუკიდებლობის მოპოვების გზას გადარჩა, თუ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვეს, მაგას გადაურჩა. მაგას ვერ ხსნი რა. დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მაგას გადაურჩა, რას ნიშნავს? დამოუკიდებლობის მერე პერიოდს გადაურჩნენ, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული მერე თუ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი. ხო, პროცესი. მე მგონი ორივე. ორივე, რატო გამორიცხავს ერთმანეთს? არ გამორიცხავს ერთმანეთს, უბრალოდ ყველაფერს გადაურჩნენ. დაფრად უნდა იყოს რა. ვერც გავდით, ვერც გავლოდით, ვერც გავდით, ვერც ეგ ხო მესმის, მაგრამ რომელიღაცა უფრო მნიშვნელოვნად უნდა იყოს და არ მესმის რომელია. მე მგონია რომ მერეს პერიოდი უფრო ეგ არ ვიცი, მე მაგაზე პასუხი არ ვქნა. ხო, არა მესმის. იმიტომ რომ ტრავმა რა არის? ტრავმა არის რომ ჩაგხოცეს, მაგრამ გავიმარჯვეთ მაშინ, თუ ტრავმა არის ის, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ რა? ანუ რა გვაქვს წინ? ხო. რომ მე განცდა მაქვს, რომ ეს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ აქციებზე ესა და ეს მოხდა მაშინ. ანუ ლექცია არა, ეს არის არა ზოგადად ახლა მართლა რუსთაველზე მარტო ხო არ არის, ზოგადად ქვეყნის ეგ ძალიან მესმის, ხო და ანუ მეც ზოგადად ვამბობ რა, პროცესში ესა და ეს მოხდა, ხო არ არის ლექსი, შედარებით არ არის. არის რომ პროცესის მერე ჩვენ ესეთები ვართ. ხო, ზუსტად. კი. და პროცესმა გაგხადა და ეგეთი თუ პროცესის მერე აღარ იცოდი რა გაგეკეთებინა და ეგეთი გახდა. არა, მე მგონი პროცესმა გაგხადა. მეც მის მაგის და მეც ეს არის გზა, რომელიც გამოვიარეთ და რომელიც იყო მტანჯველი. ინტელექტუალურად. გოლგოთა ჯვარცმის გარეშე. არა, უბრალოდ გოლგოთა ჯვარცმით და აღდგომის გარეშე. აი რაღაცა ეგრე რა. ანუ ინტელექტუალურად მოყვები. ბევრი არგუმენტია მაგისი, რომ პროცესმა ეგეთი გაგხადა და ჩვენ ესეთები ვართ. ოკეი, მოყვები. მაგრამ არ მგონია რომ საზოგადოება როგორც ფართო მასშტაბის მოცემულობა და როგორც ერთი იდენტობის მატარებელი მოცემულობა ეგრე ფუნქციონირებდეს რა. მე მგონია რომ საზოგადოება ინდივიდუალიზმი არ შემოყავს, პირიქით კოლექტივიზმი შემოყავს. ჩემი წარმოდგენით საზოგადოება არ არის მარტო მომხდარზე რეაქცია. საზოგადოება არის მომხდარზე რეაქციის რა ქვია მაგას?
ანუ რაღაცა რომ მოხდება, მაგაზე რომ რეაქცია გაქვს, მაგ რეაქცია, ანუ ეგ რეაქცია, როგორ რეაქციას იწვევს შენში. ძალიან დაგვირვებაში ზახი? ეგ კოლექტიურ თვითდაკვირვება როგორ უნდა იყოს? ანუ ჩვენ ამ კონტექსტში ერთ იგივეს კი ვიმეორებ, მაგრამ ტვინი აიღო, არაუშავს. ის იგივეს ვიმეორებ, მაგრამ ანუ შედეგი ამ გაბრძოლების არის თავისუფლება. და ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც თავისუფლებას დააკვირდა რაღაცნაირად. რაღაცა ლინზი. ეგ არის ჩემთვის კოლექტივიზმი რა. მივხვდი. და მაგიტო ვერ ხსნი, ეს არის თუ ეს. გავიგე რომ ორივე შეიძლება იყოს. მაგრამ რომელიღაცა უფრო მძაფრად გონია რო არის და ჩემთვის ეს დაკვირვება უფრო მძაფრადაა ვიდრე ეგ პროცესი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელიც კარს არ გაუგებს სხვას, რომელიც არ ატანინებს სევით ვიღაცა სხვას რაღაცას. იმიტომ რომ რაღაცა რეაქცია რო ქონდა მაგან ტრავმა ჩაუჭინა. არა იმან რომ ვიღაცას ოდესღაც დაიხმარა. მაგან არა. ანუ მე დიმან რომ დახმარებამ ეგეთი გადათამაშება მოიწვა. ჩვენ რო ერთმანეთს დავეხმარეთ 91-ში თუნდაც. მერე მოხდა სამოქალაქო ომი. ჩვენ რო ერთად ვიდექით და ვიბრძოლეთ, მერე მოხდა სამოქალაქო ომი, მერე მოხდა აფხაზეთის ცხინვალი, მერე მოხდა მილიონი გადატრიალება, მერე მოხდა შიმშილი, მერე მოხდა რაღაცა ეკონომიკური კრიზისი. ესეთი რაღაცები მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიდექით და ვიბრძოლეთ. და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ. რეალურად ხო, ძალიან მიზეზშედეგობრივია, ძალიან სწორია ეგ შეხედულება, რაც არ უნდა დებილურად ჟღერდეს რა. მე არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ ლოგიკის არასწორად გადათამაშება, მაგრამ რეალურად არის ლოგიკა მაგაში. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა და ამ თავისუფლების მოპოვებას მოყვა ეს. და ამას რო დავაკვირდეთ, ამას კი არ რომ თავისუფლება მოიპოვეთ და აქ ბევრი დაიხოც, არა, თავისუფლების მოპოვების მერე ეს მოხდა. მაგას რო დავაკვირდეთ, აი ეგ არის ჩვენთვის ტრაუმული გამოცდილება, ეგ არის ჩვენთვის ტრაუმული მოვლენა. და არა ის. მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რა. და მე მაგას რო ჩავყვე და მე მგონი მაშინაც დაახლოებით ეგეთ რაღაცის თქმას ვწოდდი კლუბი რო ვცადეთ რა, რომ საზოგადოებაში არსებობს ეგეთი უნარი, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა აიღოს ჭეშმარიტების ნაწილი და გააფართოვოს იმ დონეზე, რომ ანუ ეს ჭეშმარიტება იყო დიდი ჭეშმარიტების ნაწილი და საზოგადოება მოახერხოს, რომ მარტო ამ ჭეშმარიტებით შექმნას ახალი ჭეშმარიტება. ლებიან გადაასხვაფეროს ზოგადი ჭეშმარიტება იმით, რომ ერთი ჭეშმარიტებას ებრძნება. და იდეაში მაგას ლაპარაკობ ეხაც მე რა, რომ რატიანი გვიქმნის იმ საზოგადოების ფორმას, რომელმაც აიღო რაღაცა მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში და ეს მძიმე პერიოდი გააფართოვა და როგორც შენ თქვი, საერთო ტრამვის ნიადაგზე დაგვსვა. და ანუ სწორედ ჩემი წარმოგიდგენით, ანუ მეტნაკლებად აკრიტიკებს რატიანი აქ მაგ ფორმის საზოგადოებას და მაგას ამბობს ზუსტად რა, რომ მაგ მიდგომამ ჩვენში შექმნა ის საზოგადოება, რომლის ერთადერთი კონსოლიდაციის ფორმა არის საერთო ნეგატივი, საერთო ტრაუმა. ხო. კი ბატონო, მე უბრალოდ აი ბოლოს რას თქვი, იმ ერთი მასში არ დაგეთანხმები, რომ აკრიტიკებს, მე მგონია რომ თავად განიხილავს წევრად ამ საზოგადოებას და ეგ ქმნის მთავარ ტრაგიკულობას მისი პოეზიის. ანუ მისი პოეზია იწერება ამ განცდით, რომ ის არის ნაწილი ამ საზოგადოების. აუცილებლად, იმიტომ რომ სხვაგვარად თუ ანუ მესამე თვალის პერსპექტივიდან ნეგატივი ვერ დაიწერება. ნეგატივი არის პირველი თვალის, რომ ჩვენ შვილო, აი ჩვენ განაგაჩენიდან ასე ვიყავით რა. აი ეგ არის. ვერ დაწერ სხვის ტრავმაზე, ხო რა იცი, შენ სხვას რა ტრავმა გაქვს, შენ იცი შენი. ოღონდ სხვის იცი, იმიტომ რომ იცი რომ შენაირია ზუსტად ეს ტრავმა რა. აქ არის ერთი ისა რა ქვია ეპიზოდი ესეთი. ჩვენ ვიწამეთ და გვიხარო და როგორ მრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი რომ ვლოცულობთ. ეგეთი რაღაცა ეს ფრაზა რო მოვიკვლიე, ესე ვთქვათ, აი ეგეთი აზრი მომივიდა რა. ჩვენ ვიცით რომ იმის რა ქვია 80-იანების ბოლოს ქართული ნაციონალიზმი არის შეზრდილი მართლმადიდებლობასთან, ანუ ეროვნული იდენტობა უდრის მართლმადიდებლობას. აი ეს წარმოდგენა არის რა. ამის მაგალითად ნათელი მაგალითი არის ის, რომ აი თამთახალვას უწერია თავის იმაში. ძალიან კარგი ნაშრომი აქვს, ისე ნაშრომი კი არა, PhD დაიცვა ამაზე, სამაგისტრო ნაშრომი. სირცხვილის პერიფერია, ეგრევე და აჭარას იკვლევს. ზვიად გამსახურდია, იყო ჩასული აჭარაში და უთხრა აჭარლებს ეგეთი რაღაცა. აჭარლებო, თქვენც ქართველები ხართ. ეს იყო გამომდინარე რელიგიური განსხვავებიდან. და ეს იქ მდგარმა ადამიანებმა ძალიან ცუდად დაიქვეს. და ეს ძალიან გასაკვირია. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ამაში, ამ ცში ჩანს ის, რომ თქვენ მართლმადიდებლები არ ხართ, მაგრამ თქვენც ქართველები ხართ. რაც არის ილიამ როდის დაწერა ოსმალო საქართველო, იმის
შემოbrunებული ვერსია და ძალიან გული გაგიტყდება ამას რო ისმენ. ხო და ეს მართლმადიდებლობასთან შეზრდილი რო იყო, ჩანს ზუსტად ამაში რომ ჩვენ ვიცით რომ 9 აპრილს დაიჩოქეს და მამაოჩვენო ერთად ხმამაღლა თქვეს. ეგ მომენტი არის გაცოცხლებული. ოღონდ მე 20 წლის მერე არის გაუცხოება ამ იმისგან რა და ღმერთისგან გაუცხოებაც აქ ჩანს. რომ ლოცვა გამოყენებული აქვს გველის ემით, როგორ სისინებთ. ქართულში ხო აშკარად გველის სისინებს, ხო? მე სხვა არაფერი ასოციაცია არ მიჩნდება. წარმოიდგინე, როგორ შეცვლილი აქვს წარმოდგენა გმირს, რომ ანუ 9 აპრილს დავიჩოქეთ მამაოჩვენო, თქვით და 20 წლის მერე სისინად ჩამესმის მამაოჩვენო. აი ეგ უკვე მარტო ღმერთისგან გაუცხოება აღარ არის რა. ეგ არის აი რაღაცა საკუთარ კანში ვერ ჩატევაც აი რა ვერ გამოვთქვამ რა. აი რაღაცა ფრაზა არ მაქვს რომ ამ მდგომარეობას გამოხატავდეს. აი რაღაცა საშინელი მდგომარეობაა რა. აი სიკვდილი არ არის სიკვდილი არის გაცილებით ქვემოთ ხარისხობრივად. ეს არის რაღაცა საშინელება. აი ბოლო საფეხურია არსებობის. ტრაგიკული არსებობის. ხო. ხო და ეს არის აი ესეთი ნეგატივით სავსე ტექსტი, რომელიც სრულდება ნეგატივითაც და ჩვენც ამ დასასრულით დავასრულოთ მოდი. და წერია ეგეთი რაღაცა, წავიკითხო მოდი. დაჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს, არასდროს კი აღარასდროს 20 წლის მერე. შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლის მეტყველო დუმილში გავლებთ და არსად გარდა სიზმრებისა კვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი წვეთავს ტალახზე. სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ იმ სიზმრებში ისევ განგაშის ჭახე და სისხლის გამყინავი რეკენზარები და ისევ ეხლა ძალიან მაგარი შედარებაა პალტოს საყელოში როგორც სანგარში თავჩარგულები ბნელ ჩიხებში მივიპარებით და ვცდილობთ დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ თეთრ ბიჭუნებს უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმარ, ჩვენ კი ჩუმად ვართ, ისევ ყვირის, ისევ სიჩუმე. აი, არ ვიცი რა, აი საშინლად დიადი ლექსია. საშინლად დიადი ლექსია, აი. არ ვიცი. აი ეს არის რაღაცა რა ვთქვა რა, აი ტრაგიკული შედევრია რა. ძალიან მაგარი ლექსია და თან ის რომ ეს არის ძალიან მაგარი, ქმნის ზუსტად ამ ტრაგიკულობას. საშინელება. ძალიან საზოგადოება. ხო, ეგავართ. არ იტყვება რა, არც არ. დღეს რა რითი განსხვავდებით? არაფრით კიდე ეგ გაუმარ, ყვირიან და ჩუმად ვართ რა. ოღონდ გაუმარ ყვირით კი არ ვიზარ, გაუმარ, ყვირიან და ჩუმად ვართ. ხო. საშინელი ერთი სიტყვა გვაქვს, გაუმარ ჯოს, და ჩვენი ერთიანობა ჩანს. ყველა მაგას იძახს, აი ყველა. და აი ეს არის რა. ეგ ერთადერთი სიტყვაც დავშალეთ საზოგადოება წარმოიდგინე. ენაც დაიშალა, საზოგადოებას დაიშალა და ერთადერთი ერთიანობა რაც დაგვრჩა, არის რომ ყველას ერთდაიგივე ტრავმა გვაქვს. თავისუფლების ტრავმა. თავისუფლების ტრავმა. თავისუფლებაში რა სისხლის დავღვარეთ და რა რაღაცა ნაგავის ავაშენეთ. ეგ ტრავმაა. ო. ეგ ხდება მაშინ, როდესაც არ ითვალისწინებს შენ წინაპრებს. ხო, კი ბატონო. წერდა ჯორჯაძე კაი რაღაცა. წერდა ჟორდანია კაი რაღაცა. ჟორდანია რაღაცებსაც წერდა. ხო, არა. ხო. წავედით ხალხო. წავედით ჩვენი ხა ესეთ. ხალხო მოიწმინდეთ ცრემლები რა თუ შენ ნუ გაქვთ ესეთი განწყობა. ეგ იყო ეხლა რავი ნეგატივზე ვლაპარაკობ, ეხლა პოზიტიურად რანაირად უნდა ილაპარაკო. ხო, ჯორჯი ერთადერთი ნეგატიური ტექსტია, რომელზეც ირონიულად და ვერ ხარ განწყობილი. აი ეგრე გინდა შენ. სუსტ დელი კამიუ კაფკა გავატარო. კაი, დაუარა ვითომ მასავით და აი ზვიად მადლობა ბატონო ზვიად რომ აი ესეთი ლექსი დაწერეთ. რავი ეხლა ნუ მადლობა იმიტომ რომ მადლობა რომ ხარ. ყველა ეპოქას თავისი ის უნდა რა ქვია. მადლობა რომ კიდე აცოცხლებთ ლიტერატურას და პოეზიას. რა ვიცი, მადლობა ხალხო და კარგად ვეღოთ. მაინც ხალხს არ დავიწყდეს რომ გამოიწეროთ, და გავიწყდეთ რომ გამოიწეროთ. უადგილოა ეხლა მაგას მაგრამ ჩავყოთ. ხო. აი, კარგად იყო.